ვინაიდან ბევრმა სცადა იმ მოვლენების გადმოცემა, რომლებიც ჩვენ შორის სრულად აღსრულდა. როგორც ისინი გადმოგცეს მათ, ვინც თავიდანვე თვითმხილველნი და სიტყვის მსახურნი იყვნენ, მეც საჭიროდ მივიჩნიე, ყველაფერი თავიდანვე ზუსტად გამეგულია. და შენთვის თანმიმდევრულად დამეწერა, დიდებულო თეოფილე, რათა დარწმუნდე იმ სწავლებების სანდოობაში, რომელთაც შენ გასწავლიდნენ. იუდეის მეფის ჰეროდეს დროს იყო მღვდელი სახელად ზაქარია, აბიას რიგიდან. მისი ცოლი იყო აარონის ასული, სახელად ელიზაბეთი. ორივენი მართალნი იყვნენ ღმერთის წინაშე და უფლის ყველა მცნებასა და დადგენილებაში უბიძოდ დადიოდნენ. მაგრამ შვილი არ ყავდათ, რადგან ელიზაბეთი უშვილო იყო და ორივენი უკვე მოხუცებულნი იყვნენ. ერთხელ როცა ზაქარია თავისი რიგის მიხედვით ღმერთის წინაშე მღვდლობდა, მღვდლობის წესისამებრ წილად ერგო ტაძარში შესვლა და საკმევლის კმევა. საკმევლის დროს ხალხის მთელი სიმრავლე გარეთ ლოცულობდა. მაშინ მას გამოეცხადა უფლის ანგელოზი, რომელიც საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვენა მხარეს იდგა. ზაქარია შეძრწუნდა მისი დანახვისას და შიში დაეუფლა. მაგრამ ანგელოზმა უთხრა: ნუ გეშინია ზაქარია, რადგან შენი ლოცვა შესმენილია. შენი ცოლი ელიზაბეთი შეგეძენს ძეს და მის სახელს იოანეს დაარქმევ. სიხარული და მხიარულება გექნება და ბევრს გაუხარდება მისი დაბადება. ის დიდი იქნება უფლის წინაშე, ღვინოსა და ძლიერ სასმელს არ დალევს და დედის მუცლიდანვე სული წმინდით იქნება ახსავსე. ის ისრაელის მრავალ ძეს მოაქცევს უფალთან, მათ ღმერთთან. ის ელიას სულითა და ძალით წავა მის წინაშე, რათა მამათა გულები შვილებისკენ მიაქციოს და ურჩნი მართალთა სიბრძნეს დაუბრუნოს და უფლისთვის გამზადებული ხალხი მოამზადოს. ზაქარიამ უთხრა ანგელოზს: რით დავწმუნდე ამაში? მე მოხუცი ვარ და ჩემი ცოლიც ხანში შესულია. ანგელოზმა უპასუხა: მე ვარ გაბრიელი, ღმერთის წინაშე მდგომი. მე გამოგზავნე, რომ ეს გეცნობებინა და ეს სასიხარულო ამბავი გექადაგა. ახლა კი დადუმდები და ვერ ილაპარაკებ იმ დღემდე, ვიდრე ეს არ აღსრულდება, რადგან არ იწუნე ჩემი სიტყვები, რომლებიც თავის დროზე შესრულდება. ხალხი ზაქარიას ელოდა და უკვირდა, რატომ აყონებდა ტაძარში. გამოსვლისას ლაპარაკი ვერ შეძლო და მიხვდნენ, რომ ხილვა ჰქონდა ნანახი ტაძარში. ის ნიშნებით ესაუბრებოდა მათ და მუნჯად დარჩა. როცა მისი მსახურების დრეები დასრულდა, თავის სახლში დაბრუნდა. ამის შემდეგ ელიზაბეთი დაორსულდა და 5 თვის განმავლობაში თავს იკავებდა ხალხისგან და ამბობდა: ასე მოიქცა უფალი ჩემ მიმართ ამ დღეებში, რათა ჩემი სივცხვილი ხალხში მოეშორებინა. მე-6 თვეში ანგელოზი გაბრიელი ღმერთმა გაგზავნა გალილეის ქალაქ ნაზარეთში, ქალწულთან, რომელიც დავითის სახლიდან კაცზე სახელად იოსებზე იყო დანიშნული. ქალწულის სახელი იყო მარიამი. ანგელოზი შევიდა მასთან და უთხრა: გიხაროდენ მადლით სავსეო, უფალი შენთან არის. მარიამი შეძრწუნდა ამ სიტყვებზე და ფიქრობდა, რას ნიშნავდა ეს მისალმება. ანგელოზმა უთხრა: ნუ გეშინია მარიამ, რადგან ღმერთის მადლი ვპოვე. შენ დაორსულდები, შობძეს და მის სახელს იესოს დაარქმევ. ის დიდი იქნება და უზენაესის ძედ იწოდება. უფალი ღმერთი მისცემს მას მისი მამის დავითის ტახტს. ის იაკობის სახლზე იბატონებს უკუნისამდე და მის სამეფოს დასასრული არ ექნება. მარიამმა უთხრა ანგელოზს: როგორ იქნება ეს, რადგან მამაკაცი არ მიცნია? ანგელოზმა უპასუხა: სულიწმინდა მოვა შენზე და უზენაესის ძალა დაგფარავს. ამიტომაც შობილი წმიდა იქნება და ღმერთის ძედ იწოდება. აი, შენი ნათესავი ელიზაბეთიც დაორსულდა სიბერეში და ეს უკვე მე-6 თვეა მისთვის, რომელსაც უშვილოს ეძახდნენ. რადგან ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია. მარიამმა თქვა: აჰა, უფლის მონავარ, მომექეცი შენი სიტყვისამებრ. და ანგელოზი განეშორა მას. იმ დღეებში მარიამი წამოდგა და ჩქარა წავიდა მთიან მხარეში, იუდეის ერთ ქალაქში. ის ზაქარიას სახლში შევიდა და ელიზაბეთს მიესალმა. როცა ელიზაბეთმა მარიამის მისალმება გაიგონა, ჩვილი მის მუცელში შეიძრა.
ელიზაბეთის სული წმინდით აღივსო და ხმა მაღლა თქვა: კურთხეული ხარ ქალთა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი. რით დამემართა ეს, რომ ჩემი უფლის დედა ჩემთან მოვიდა? რადგან როგორც კი შენი მისალმების ხმა გავიგონე, სიხარულით შეიძრა ჩველი ჩემს მუცელში. ნეტარია ის, ვინც ირწმუნა, რადგან ახსულდება, რაც უფალმა უთხრა. მარიამმა თქვა: დიდებს ჩემი სული უფალს და ხარობს ჩემი სული ღმერთში, ჩემს მაცხოვარში, რადგან მან შეიხედა თავისი მონის სიმდაბლეზე. აჰა, ამიერიდან ყველა თაობა ნეტარს მეწოდებს. რადგან დიდებული საქმეები მიქმნა ძლიერმა და წმიდაა მისი სახელი. მისი წყალობა თაობიდან თაობამდეა მათთვის, ვინც მას ეშინია. მან თავისი მკლავით ძალა გამოავლინა. ამპარტამნები გულის ზრახვებში გაპანტა. ძლიერები ტახტებიდან ჩამოაგდო და მდაბლები აღამაღლა. მშიერნი სიკეთით გააძღო და მდიდრები ხელცარიელები გაუშო. შეეწია ისრაელს თავის მსახურს, თავისი წყალობის გახსენებით, როგორც უთხრა ჩვენს მამებს, აბრაამს და მის შთამომავლობას უკუნისამდე. მარიამი მასთან დაახლოებით 3 თვე დარჩა და შემდეგ თავის სახლში დაბრუნდა. ელიზაბეთს მოესწრო მშობიარობის დრო და შუა ძე. მეზობლებმა და ნათესავებმა გაიგეს, რომ უფალმა დიდი წყალობა გამოავლინა მის მიმართ და მასთან ერთად ხარობდნენ. მერვე დღეს მოვიდნენ ბავშვის მოსაკვეთად და უნდოდათ ზაქარიას სახელი დაერქმიათ მისთვის სახელი, მაგრამ დედამ თქვა: არა, იოანე დაერქვას. უთხრეს: შენს ნათესავებში ასეთი სახელი არავის ქვია. ნიშნებით კითხეს მამას, რა სახელი უნდოდა დაერქმია. მან დაფა მოითხოვა და დაწერა: მისი სახელია იოანე. და ყველას გაუგვილდა. მაშინვე გაეხსნა პირი და ენა და ღმერთს აქებდა. შიში დაეცა ყველა მეზობელს და ეს ყველაფერი იუდეის მთელ მთიან მხარეში გავრცელდა. ვინც ეს გაიგონა, გულში ინახავდა და ამბობდა: რა იქნება ეს კრმა? და უფლის ხელი იყო მასთან. მისი მამა ზაქარია სულიწმინდით აღივსო და წინასწარმეტყველურად თქვა: კურთხეული იყოს უფალი, ისრაელის ღმერთი, რადგან მოინახულა და გამოისყიდა თავისი ხალხი. აგვიმართა ხსნის რქა დავითის, თავისი მსახურის სახლში, როგორც თქვა თავისი წმიდა წინასწარმეტყველების პირით უძველესი დროიდან, რათა გვიხსნას ჩვენი მტრებისგან და ყველა ჩვენი მოძულეს ხელიდან, რათა წყალობა გამოუცხადოს ჩვენს მამებს და გაიხსენოს თავისი წმიდა აღთქმა, ფიცი, რომელიც ჩვენს მამა აბრაამს დაუდო, რომ მტრების ხელიდან დახსნილებს უშიშრად ვემსახუროთ მას, სიწმინდითა და სიმართლით მის წინაშე ჩვენი ცხოვრების ყველა დღეს. და შენ, გრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველად იწოდები, რადგან წახვალ უფლის წინაშე მისი გზების მოსამზადებლად, რათა მის ხალხს ხსნის ცოდნა მისცე მათი ცოდვების მიტევებით, ჩვენი ღმერთის გულმოწყალე წყალობის გამო, რომლითაც აღმოსავლეთიდან ამომავალი გვესტუმრება, რათა ნათელი მოფინოს ბნელში და სიკვდილის ჭრილში მღვიმყოფთ და ჩვენი ფეხები მშვიდობის გზაზე წარმართოს. კრმა იზრდებოდა და სული ძლიერდებოდა და უდაბნოში იყო იმ დღემდე, სანამ ისრაელის წინაშე გამოჩნდებოდა.